მომისამძიმრა ეს თქვენ საწყლებო ქართველებო რა დღეში ხართო ჩვენ აქ ვართ იმიტომ რომ თქვენ მოგისმინოთ ჟურნალისტები ვართ ცემო თითქოს და აღარც უკაზე ვარ მაგრამ თქვენ აქ აგრძელებთ საქართველოს ელჩობას ილიც ვიღვიძებდი საქართველოზე ფიქრით და ვიძინებდი საღამოს საქართველოზე ფიქრით და ეს ერთი ვარსკვლავი არის გამწარებულზე დაწერილი ერთი ვარსკვლავი უბრალოდ ვერ გვიტანენ ყველაზე უფრო ამან შეგვიყვანა ევროპაში რა რესტორანი არ შეიძლება იყოს მხოლოდ ჭამის ადგილი ვუი ლევანს როგორ არ ვიცნობ დაკული გვაქვს ერთად ან რაღაცა სიახლის გვეშინია და გაღიმება ძალიან გვიჭირს ტურისტი ზის გვერდზე მაგიდაზე და აქ ორმა ქართულმა გავლენიანმა ჯგუფმა ერთმანეთს დაუწყეს სროლა ხო მე მინდა საქართველოს იყოს ყველაზე უსაფრთხო სადაც დაცულია ადამიანის უფლებები უმაღლეს დონეზე ესენი მოვლენ წავლენ ეს ქვეყანა ჩვენია ეს მთა ჩვენია ის ბარი ჩვენია მე ვარ ლევან ცხადაძე მუსიკოსი და რესტორატორი ეს არის დათო ჯებიშვილი და მარიამი რომელიც დღეს აქ არ არის მაგრამ მუშაობს ჩვენს რესტორანში რატომ ხიკალი დაარქვა ჩება მეუღლე 9 წელი კი გავიდა უკვე რაც ეს არსებობს სტერეოტიპების დანგრევაში ხელს უწყობს ეს რესტორანი რომ არ ვართ ჩვენ რუსები ეს არ არის მხოლოდ რესტორანი რაღაც საინფორმაციო ცენტრია ხო საინფორმაციო საელჩო აი მობრძანდის ჯერ სხვა გამოვიყავით აღმოსავლეთ ამსტერდამში 3-4 კილომეტრი აქედან და მე 2019 ივლისში აქ გადმოვედით მე 2020 მარტში კორონა დაიწყო კოვიდი დავიხურა რა ვიცი უზარმაზარი ვალები დაგვეკისრა ხირას ვერ ვიხდიდით გაჩერებული იყო ყველაფერი საღადასახადო ვალები ისინი ესენი მაგრამ როცა გაიხსნა შევთანხმდით რომ ვაგზელებს თუ გავკოწობთ ეს და ყველა თქვა რომ გავაგზელოთ და ვიბრძოლოთ და დაახლოებით 370,000 евро იყო ვალი რომელიც ახლა ჩამოვიდა 40,000-ზე დაახლოებით ან ყველაფერს ფარავთ ბევრი შრომით და წვალებით, მაგრამ ღირს პრინციპების ერთგულებით რაც ყველაზე მთავარია. დიახ, ჩვენი პლატფორმია რაღაც ქართული ეს იმ ხრივ რომ ჩვენს იდენტობას და პრინციპებს არ ვღალატობთ აქ. იქნება ეს სტუმრებთან ურთიერთობა, იქნება ეს საქართველოს ისტორიაზე ცელი მიმოხილვა, ხან არქეოლოგიას, ვიკიდია კიდევაც ну, მე რა თქმა უნდა გადავდივართ ღვინო რო ქართულია და ქვევრი რო ქართულია და რა თქმა უნდა ამ ყველაფერს მოყოლა ჭირდება რა და არ არსებობს უკმაყოფილო ჰოლანდიელი აქედან გასული. შეიძლება რაღაც კერძი არ მოეწონა. შეიძლება არც ვერც შეიძლება ტარხუნა არ უყვარს ბოლოს და ბოლოს ჩაკაფულზეთ ხო? შეიძლება ეგეთი მაგრამ იმითი უკმაყოფილო რომ რანაირი ხალხი იყო ესენი ვინ არიან და ვერაფერი ვერ გავიგე, ეგეთი რაღაც არ არსებობს. აბსოლუტურად ყველა მაგიდასთან მივიდივართ და ველაპარაკებთ. თუ რა თქმა უნდა სტუმარმაც ხელი შეგვიწყოს. Would you like to book a table for tonight? Your name please? Sue at 7. Thank you. Bye bye. ლევან როცა დაგირეკეს უთხრით რომ რუსულად არა. რა თქმა უნდა. პრინციპულად არ ლაპარაკობთ რუსულად. არა, როგორ შეიძლება. ვერ ხვდები ამსტერდამში ქართულ რესტორანში რუსულად რატომ ვლაპარაკობ, საერთოდ ვერ ხვდებით. რუსულენოვანები რომ მოდიან და რუსულად არ ელაპარაკებით რეაქციები რა არის ხოლმე? ნუ პრობლემა არის ხოლმე რა, რომ გუშინ ვიყავით თბილისში, ეხა ჩამოვედი და ყველა რუსულად ვლაპარაკებოდა. ჯერ ერთ-ერთი საერთოდ ვეუბნები რომ ის კი არა რომ მესმის და არ ვლაპარაკობ. არც დროც კი არ მქონდა რომ ესწავლა. ხშირად ვეუბნები ხოლმე რომ რუსულად იწყებენ ხოლმე ლაპარაკს და ვეუბნები ხოლმე რომ აი პოლონურად ვერ ვლაპარაკობ დიდი ბოდიში. და ამაზე ძალიან მწარდებიან. ან შეიძლება უთხრა რომ უკრაინული არ მესმის და ამაზე კიდევ უფრო მწარდებიან. ნუ აბა კრემლს ჩვენ ვერ ბომბავთ და რაღაც ხო უნდა გავაკეთოთ ამ ყველაფრის საწინააღმდეგო რატო თვითონ რუსულ ენასთან კი არ მაქვს პრობლემა რაში მდგომარეობს აი აქ ზის თქვა ჰოლანდიელი ოჯახი დედაშვილი და ბავშვები სიტყვაზე მამა და აქეთ მოდის ვიღაც რუსი და გელაპარაკება რუსულად და შეპასუხობ რუსულად და ეს ავტომატურად უკვე გთვლის რუსად საქართველოს ხო რუსეთია, ეს ხო ცნობილი გამოთქმა. თქვენ ისა ხართ ჯორჯია შტატი კი არა, რუსეთი, ხომ? ესე განსხვავება და მე ვიწყებ ლაგ რომ არ ვარ ჩვენ რუსეთი, სლავებიც კი არ ვართ.
ასე შემდეგ, ან რამე საწინააღმდეგო კი არ გაქვს ან სლავებთან, ან ამერიკელებთან, ხო? უბრალოდ შენ იდენტობას ვეღარ აფიქსირებ ვერსად. მით უმეტეს თორსა გაითქვიფები რუსულის ლაპარაკში. ქართულად, იმიტომ რომ ქართულად ლაპარაკობთ, რა თქმა უნდა ჰოლანდიურად, რა თქმა უნდა ინგლისურად, მაგრამ რუსულად არა. მაგრამ რუსულად არა. თითქოს აქ ჩვენი დროშა გვაქვს ჩაჭობილი საქართველოსში და აქ გვიწევს ყოველდღიური ბრძოლა. ჩვენი იდენტობის და ჩვენი ქვეყნის დასაფიქსირებლად რა, იმიტომ რომ აი როგორ რაღაც იყო, აი ადრე იყო ხოლმე რომ უი ქართველი ხარ, რა კაია და აი ჩვენ ეს გავიგეთ საქართველოსზე, ჩვენ ის გავიგეთ საქართველოსზე და რა ვიცი CNN-ზე რეკლამა გადიოდა, BBC-ზე რეკლამა გადიოდა, ჩამოდი საქართველოში იყო. ეს მე რაღაცა ინერციით კიდე გაყვა 2014, 15, 16, 17-შიც კი, როდესაც ჰოლანდიური reality show-ა ვინ არის თხუნელა, ასე ქვია, Wins the Mall 2018, ხო? გადაწყვიტეს რომ საქართველოში გადაეღოთ ეს reality show. იფიქრეს რომ ქართული მხარე რაღაცაში მაინც ითანამშრომლებდა და აღმოჩნდა რომ ავტობუსიც კი არ გამოუყვეს ან რაღაც, იმიტომ რომ რატომ 47% არის ამ პროგრამის მაყურებელი ჰოლანდიაში, ანუ დაახლოებით 8 მილიონი ადამიანი უყურებს ამ პროგრამას. ამ პროგრამის გამო, მხოლოდ ამ პროგრამის გამო, იმდენი ხალხი მოვიდა აქ და იმდენი ხალხი წავიდა საქართველოში, რომ უბრალოდ ვერ წარმოგიდგენიათ რამდენი რა, იმიტომ ყველა მოდიოდა რომ აი ჩვენ ნახეთ ეს გადაცემა აქ რა კარგი იყო თბილისი. მე უცბად ვიღაც მოდიოდა რომ აი ხა ჩვენ მივდივართ ქუთაისში და სანამ წავალთ საქართველოში გვინდოდა რომ უცბად შემოსულიყავით ცოტა დაგვემოვნებინა ქართული სამზარეულო ასე. ან მეორე ტალღა რა არის? ჩვენ ვიყავით შარშან საქართველოში და ეხლა შეკრება გვინდა ვინც საქართველოში ვიყავით, ყველა შევიგრიბოთ ისევე ქართულ რესტორანში. და აი ეს ქნა ყველაფერი ამ პროგრამამ. ეს იყო წამოსული ყველაფერი იმ დიდი საქართველოს ცნობადობის ამაღლებით, რაც ხდებოდა სულ რა. მაგრამ ახლა ატომღაც აღარ არსებობს თითქოს და აღარც რუკაზე ვართ, აღარც ახალ ნიუსებში აღარ ჩდებით, აღარც რა ვიცი ერევანი და სომხეთი ყველგან არის ახლა. ხო ვიცით არა როგორ იყო მთელი ეს რეგიონალური ლიდერობა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი აისახება ყველაფერზე. აი აქ ამ თეფსზე და ჭიქაზეც აისახება, ჩვენ მოქმედებაში აისახება ეს ყველაფერი. ყველამ კარგად ვიცით, რომ გაზრდილია ნარკოტრაფიკი, გაზრდილია სანქციების არიდება, გაზრდილია რაღაც არალეგალური რუსული ფული შემოდის, გადის ჩემოდნით, ჩანთით, მუთაქაში. ეს ყველაფერი იცის. რა თქმა უნდა, ვიღაცამ შეიძლება ამით იხეიროს, გასაგებია, მაგრამ თუ გვინდა რომ აქ აქტუალური დავრჩეთ პარიზში და ამსტერდამში და ლონდონში და ბერლინში, მაშინ ესეთ რაღაცებით ვერ გავითქვამთ სახელს. ახლა ვართ ჩვენ ცნობილ არხებზე, ამსტერდამის ცნობილ არხებზე. აქ ამ ქუჩაზე ცხოვრობდი 12 წელი. ეხლა აი ამ სახში ვცხოვრობ უკვე 2 წელია. ამიტომ ფაქტობრივად ჩემს უბანში ვართ. სადაც 20 წელი გავატარე უკვე ასე გამოდის რა. საოცარი ხედი იქნება თქვენი სახლი და. აი განახეთ აუცილებლად. დათომ უკეთესად იცის მაგალითად ამსტერდამის ისტორია. მაგრამ ეს არის მე-17 საუკუნის არხები. პრინცესხრახტი, კაიზერსხრახტი და ჰირახრახტი, ანუ პრინცების არხი, მეფეების არხი და ღმერთების არხი. ეს იყო დიდი ხნის გარეუბანი და მთლიანი ამსტერდამი არის აშენებული ხის ბოძებზე. და ახლა ნელ-ნელა და ახლა ახალ ბოძებს ამაგრებენ მიწაში, რომელიც არის რკინის, იმიტომ რომ ხის უკვე აღარ არის ძალიან სტაბილური. და აი ყველგან, აი სულ ყველგან არის ხის ბოძები. ახალ უბნებშიც არის ხის ბოძებით ამსტერდამი აშენებული. იმიტომ რომ მიწა არის ძალიან რბილი. მაგაზე ვერაფერს ვერ აშენებ, ჩაიძირება ყველაფერი. ეს არის, ანუ აი სავიზიტო ბარათი ალბათ ამსტერდამის და
და კონკრეტულად თქვენთვის ძალიან მშობლიური ადგილი. კონკრეტულად ჩემთვის როგორც ვერ არის თბილისში ჩემთვის ზანდუკელის ქუჩა, სადაც დავიბადე და გავიზარდე. მეორე ზანდუკელი გამოდის ეს ჩემთვის. ჰოლანდიის ვერაა თქვენ. ჰოლანდიის ვერაა ზუსტად. ძალიან მაგარი გარემოა სიმყუდროვე, რაც ყველაზე მეტად პირველი შტაბეჭდილებისთვის იგრძნობა არის ზუსტად ეს რაღაც. და ქალაქი აქვს ისე მოწყობილი, აი ზუსტად 200 მეტრში აქედან არის ტურისტული ცენტრი. და დღე და ღამე იქ ირევა დაახლოებით 14 მილიონი ტურისტი ჩამოდის ყოველ წელს ამსტერდამში, მხოლოდ ამსტერდამში და იქ არის ღრიანცელი, ყვირილი, წივილი, მუსიკა და აი რაღაც აი 100 მეტრს გამოსდები თუ არა, ისეთი სიჩუმეა, რომ ვერ წარმოიდგენ, რომ ასეთ ცენტრში ხარ. დათო აქ დაიბადა. დათო აქ დაიბადა, მარიამიც. ხო და იყო დრო როცა 5-6 ჩავდიოდი ხოლმე თბილისში, იმიტომ რომ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, დაახლოებით 2009 წლიდან განსაკუთრებით უამრავ პროექტს ვატარებდით, უამრავ საგანმანათლებლო კონსერვატორიაში და ფესტივალებს ვატარებდით, რაც ნელ-ნელა ისე შემცირდა დაიკლო, რომ ბოლო 2 წელია სადღაც აღარც ჩავსულა სამწუხაროდ საქართველოში. მაგრამ მანამდე ძალიან მასშტაბურ პროექტებს. ძალიან ბევრი. მაყურებელს მაინც უთხრათ წარმოდგენა რომ შეექმნა. ძალიან ბევრი საგანმანათლებლო და ეს იყო პირველ რიგში ჯერსეთის გაკვეთილების ჩატარება კონსერვატორიაში ახალგაზრდებისთვის. შემდეგ იყო თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი, რომელსაც 9 წელი უხელმძღვანელი დავაარსე და 2017 წელს თუ არ ვცდები იყო ბოლო. გარდა ამისა, ჭიათურაში ქონდა ძალიან დიდი პროექტი, სადაც მთელი საქართველოდან ჩამყავდა ახალგაზრდები, სამუსიკო სკოლის მოსწავლეები და იქ ვიკრიბებოდით დაახლოებით 1 კვირა 10 დღე, ცხოვრობდით ყაზარმაში, საჩხერეს მოტომსროლელ იმას ჯარისკაცებთან ერთად. და იმიტომ თვითონ ჭიათურას სასტუმრო არ ქონდა. შეიძლება ახლა აქვს, არ ვიცი. და იქ დილიდან საღამომდე უკრავდით, მეცადინეობდით და ასე შემდეგ. ასე ქუთაისშიც ქონდა მოკლედ ძალიან ბევრი რაღაცას ვაკეთებდი და მით გარდა ამისა ბევრი კონცერტები იყო, ბევრ კონცერტებს უკრავდით. კონსერვატორიაში რეგულარულად ჩავდიოდით გაკვეთილების ჩასატარებლად და რაც რატომღაც ყველაფერი გაქრა ახლა და мотиваციაც დიდად აღარ არის ისეთი როგორც ადრე იყო. ეს არის ფაქტი. რაც ხო სამწუხაროა და ნამდვილად გულგასაწყვეტია, მაგრამ თქვენ აქ აგრძელებთ საქართველოს ელჩობას, მე ასე ვიტყოდი. იმიტომ რომ საქმე რასაც აკეთებთ, ზუსტად ამას ემსახურება, რომ საქართველო გააცნოთ უცხოელებს. კი ბატონო, არის ნამდვილად ასე, იმიტომ რომ სულ რაც ჩამოვედი ჰოლანდიაში, ну რაც თავი მახსოვს, სულ ფიქრობდი როგორ დავბრუნდე. ან ყოველ შემთხვევაში ისე გამithარდა თანამედროვე მსოფლიო, რომ შეიძლება ორივე ქვეყანაში ცხოვრება. ბოლოს და ბოლოს 4 საათში თბილისში ხარ აქედან, რო ჩაჯდე თუ არის მაგის საშუალება. დილით გავფრინდები 4 საათში ხარ თბილისში და შეიძლება მეორე დღეს უკან გამოფრინდე. არც ეგ არის პრობლემა. მაგრამ ამის სურვილი უნდა გიჩნდებოდეს რომ ჯერესეთ, რა თქმა უნდა და მე ყველაფერი ისე მინდოდა აწყობილიყო, რომ იქაც ყოფილიყავი, აქაც ყოფილიყავი, იმიტომ დილით ვიღვიძებდი საქართველოზე ფიქრით და ვიძინებდი საღამოს საქართველოზე ფიქრით, რომ აი რა გავაკეთოთ, როგორ გავაკეთოთ. რაღაცა უზარმაზარი მუხტი არსებობდა და ამ მუხტში ვიერთიანდებოდით ჩემი თაობის ბევრი მუსიკოსის, რომლებიც ახლა მიმოფანტულები არიან გერმანიაში, საფრანგეთში და ასე შემდეგ და ამათ თავის მოყრას ვცდილობდი ყოველთვის, ისინიც მე ძალიან მეხმარებოდნენ, ბევრი სხვადასხვა რაღაც ხდებოდა და ამიტომ ეს რაღაცა დიდი ის იყო ენთუზიაზმი და ეს არასდროს არ გავუკეთებია იმისთვის, რომ ფინანსური სარგებელი მიგვეღო მაგალითად. მაგრამ სურვილი თანდათან რაღაცამ გააქრო. სურვილი ბევრმა რაღაცამ გააქრო. ახლა როგორ დავიბრუნოთ ეგ სურვილი, მაღაზია ფიქრი საჭირო და არ ვიცი ეს როდის გავა ეს დაიდება, მაგრამ ნუ გუშინ რაც ერევანში ხდებოდა ეს უბრალოდ უსამართლობა, ისტორიული უსამართლობის წინაშე დავდექით, იმიტომ რომ ჩვენს გარეშე ხო ეგეთი რაღაცები ხო არ ხდებოდა საერთოდ. ჩვენ მივათრევდით უკრაინასაც, მოლდოვასაც კარგი გაგებით, რა თქმა უნდა, და აზერბაიჯანს და
სომხეთს რა თქმა უნდა და ახლა გადაგვიფრინეს თავზე და გვერდსულიან მსოფლიო ლიდერები საქართველოს გეოპოლიტიკურ რუკაზე არ ვიძებნებით. ხო, აი ძალიან ნერვების მომშლელია რა. აი იმ დღესაც აი რესტორანში ვიყავი და შემოვიდა მოლდაველი გოგო. და აი როგორ მომისამძიმრა, იცი თქვენ საწყლებო ქართველებო რა დღეში ხართო და აი როგორ გავწარდი, იცი აი სად იყავით თქვენ რომ ჩვენ რა ქვია რა ვიცი ხო აი ლიდერები ვიყავით ასოცირების ხელშეკრულების და ხო ასოცირების და აღმოსავლეთ პარტნიორობის მაგრამ სხვათა შორის დაკვირებულია რომ აი ახალმა თაობამ რომელიც არის 21 22 23 აი ეს ფაქტები არ იციან საერთოდ ის კი არა ემბარგო რო დაგვიწესეს რუსებმა ეგ არ იცოდნენ მაგალითად და აი ეს რაღაცები ხო ალბათ უფრო მეტად უნდა ვილაპარაკოთ წარსულზე და წარსულის გაკვეთილებზე ამის ხო აი იმიტომ რატომღაც ისეთი შტაბ-ეშტილება დამრჩა რომ სპეციალურად გამოტოვებული აქვს ეს წლები ამ ახალგაზრდებს რომ არ იცოდნენ ზუსტად რა მოხდა აი ახლა რაზეც ვილაპარაკეთ ამაზე არის სალაპარაკო ძალიან ხშირად ახალგაზრდებთან რომ ზუსტად ვიცოდეთ რა გამოვიარეთ ზვიად გამსახურდია და დაწყებული დღემდე და სად იყო საქართველო და რა გააკეთეს ამ დროს რა მოხდა ამ დროს რომ კიდე უფრო მივხვდეთ რა დააგვიშავა არა ქართულმა მთავრობამ და მადლობა ღმერთს რომ ცოცხალი ხარ თქვენ რო გიწევთ ის გარკვევა ვინ კლავდაც ეგეც უკვე თავისთავად ხო საშინელებაა გუში გამომიგზავნა მეგობარმა სტატია ავსტრიული რომელიღაც გაზეთიდან აღარ მახსოვს და იქ წერია რომ საქართველოს ნელ-ნელა დიქტატურისკენ მიექანება და მეოთხარი აი მაგაშია თქო პრობლემა რომ ამას კიდე ნელ-ნელა გონიათ და ზუსტად ეგ უთხარიო სიდეს ნელ-ნელა რა ჩქარ რა ხო ანუ სანამ აი არ ვერ გამოფხიზდნენ არა უშავს ჩვენ ისტორიულად ეს გამძლეობა მოთმინება გვაქვს დნმ-ში ჩემი აზრით სანამ არ გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი და პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილი და არ ჩატარდება დემოკრატიული არჩევნები ყველას მონაწილეობით აქ არ შეიძლება ვიღაცა გამოირიცხოს, იმიტომ მაშინ აღარ გამოდის ხო ეს დემოკრატიული. აი მე შეიძლება რაღაცაზე ლაპარაკი. ჩემი არ არის ეს მარტო ჩემი აზრი, ძალიან ბევრი აზრია და მე ასე მიმაჩნია და კიდე მინიმუმ 1000-ობით თანამოაზრე ყავს ვინც ასე ფიქრობს. აქ თუ მართლა დემოკრატიის კოეფიციენტზეა საუბარი და თუ მართლა გაერთიანებული ოპოზიცია იქნება თუ არა გაერთიანებული ოპოზიცია თუ იქნება ეს თუ ის პირველი მოთხოვნა ის კი არ უნდა იყოს რომ ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს რომ გათავისუფლდეს აბსოლუტურად ყველა პოლიტპატიმარი და მათ შორის ყველაზე დიდი პოლიტპატიმარი საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ყველაფერი ერთად უნდა მიეცეს საშუალება საარჩევნო კამპანიის ჩატარებისა, იმიტომ რომ ფაქტია რომ 2012 წლის მერე მას არ მისცემია კამპანიის ჩატარების უფლება და ეს არის ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესი. დაეწააგოს ან ხალხმა გადაწყვიტოს, ხო? ანუ ამაში ჩვენ თუ გამოდის რომ თუ ვიღაცას უფლებას არ აძლევ ან აჩოჩებ, ესე იგი ხალხის გეშინია უკვე. გამოდის რომ ხალხს მაშინ ვაიდა იმან ისინი აირჩიონ, ეგ არის დემოკრატია, ხო? 2012 წელს ავირჩიეთ ჩვენ ოცნება, ხო? ეგ არის დემოკრატია. და თუ ამ შემდეგ გადასადგმელ ნაბიჯებში უკვე ვიღაცას ხელოვნურად აჩოჩებ ან თქმალავ ან რაღაც, ეს უკვე ანტიდემოკრატიული საქციელია თავისთავად. აქ ოპოზიციაზე იქნება ლაპარაკი თუ მთავრობაზე, ორივეზე იგივე შეიძლება ითქვას რა. აიტო უნდა როდესმე იმედი გვაქვს რომ მაგას მივახცევთ რომ ეგ პრობლემა არ იქნება საზოგადოებაში. ემიგრაციას რა როლი აქვს? თქვენ რა რესურსები, ბერკეტები, ინსტრუმენტები გაქვთ რომ პროცესებზე ზეგავლენა მოახდინოთ? ლაპარაკი იმაზე რომ სად ვიყავით სად მოვედით და ახლა სად ვართ ხო აი ბოლო 30 წელი თუნდაც
აი ამის ლაპარაკი და რადგანაც ახლა ასეთ პროექტს აკეთებ თქვენ და ამას ჩაუდექით სათავეში ბატონი ზურაბის მეთაურობით, მე მგონი რომ ბევრი რაღაც შეიძლება ახალი გამოიკვეთოს ლაპარაკით, ერთმანეთთან ლაპარაკით და ისტორიაზე ლაპარაკით. აი ყოველ შემთხვევაში 1921 წლიდან მაინც უნდა ვილაპარაკოთ რა როგორ თუ უფრო შორს არ წავალთ. ესეც აკარისი იქნება. ხო, რა გეოპოლიტიკური მოცემულობაა, სად ვართ, რატო ვიტანჯებით სულ არგონავტებიდან დაწყებული დღემდე, რატო არ ვართ ლუქსემბურგის, აი რაც თქვენ იყავით დღესდილით და რატო არ ყავს ბელგია და ჰოლანდია მეზობლად და ხო მაგრამ მეორე მხრივ 70 წლის წინ 80 წლის წინ გერმანელები ყავდათ მეზობლად და შეთანხმდნენ რომ მეტი აღარ შეიძლება ასეთი რაღაცა და ამიტომაც არის ახლა ასეთი ომით და სისხლით კი ბატონო მაგრამ არის თაობები გაიზარდნენ ახლა არიციან რა არის ომი ხო ჩვენ კიდე რა ვიცი ხო ამას როგორ უნდა მივაღწიოთ ზუსტად ხიდების მშენებლების მისია ეს არის რომ დისკუსია დაიწყოს პირველ ეტაპზე ხო და მე ერთად მოვიფიქროთ გეგმები ჩვენ ხომ არ გვაქვს რაღაც გამზადებული ფორმულა და არ მოვდივართ თქვენგან რაღაცა კონკრეტული წინადადებებით რა თქმა უნდა გვაქვს მონახაზი ჩვენი ხედვები მაგრამ ჩვენ აქ ვართ იმიტომ რომ თქვენ მოგისმინოთ აბა თქვენ რა შეგიძლიათ ხო აი უბრალოდ შურის კეთილი შურით უყურებ აზერბაიჯანს და სომხეთს პირველი ჩემი სომხეთ ერევანი იყო 2008 წელს რომ ბავშვი ჩაუმეყვანა დედასთან ომის დროს და ეგ იყო პირველი ერევანი. მეორე და მესამე იყო უკვე კონსერვატორიაში მიმიწვიეს იქ სტუდენტებთან მასტერკლასების ჩასატარებლად და კონცერტები დაუკრა. ხო აი ფანტასტიკური ხალხი, ჩვენი მეზობლები, ისტორიული მოძმე. აი ესე შურს ახლა მაგათი რომ აი თქვენ აგიჭირთ ჩვენ ვიკითხოთ. სულ მაგას მეუნებოდნენ ერევანში. აი თქვენ გზები დააგეთ, აი თქვენთან ტურიზმია. აი მაგის გააზრებაც საჭიროა კიდევ უფრო და კიდევ უფრო ბევრი ლაპარაკი იმ დეზინფორმაციაზე, რასაც უტენიან თავში ახალგაზრდებს და გადაწერილ ისტორიას უწერენ. ანუ მაგალითად 26 მაისს როგორ შეიძლება მტრის სახელი ვერ ვახსენოთ. ხო, ეს კი არ ნიშნავს რომ აუცილებლად ომში უნდა ჩავერთოთ, მაგრამ უნდა იცოდე შენი მტერი ვინ იყო და ვინ არის დღეს, ხო? აი ეს ხო არ შეცვლილა არ არის სომხეთი ჩვენი მტერი, ხო? არც აზერბაიჯანია ჩვენი მტერი, ხო? აი მით უმეტეს უკრაინა. მით უმეტეს უკრაინა, ხო? ნუ იმედი მაქვს, რომ ეს ჩვენი გმირები, ვინც უკრაინაში იბრძვიან და არაოფიციალურად ამბობენ, რომ დაახლოებით 4000-ია. და ეს არის ყველაზე დიდი არაუკრაინული ჯარისკაცების კონტინგენტი უკრაინაში, თო ამდენი უცხოელი სხვაგან არ იბრძვის და ესეც სიმბოლურია, იმიტომ რომ სად შეიძლებოდა ებრძოლათ, ხო? მე დიდი იმედი მაქვს, რომ როგორც ჩვენ არ დაუვიწყეთ უკრაინელებს უნაუნსოს ბრძოლა აფხაზეთში და ქართველების გადარჩენა, ასე არ დაგვივიწყებს, იმიტომ რომ მე დიდი შიში მაქვს იმის, რომ უკრაინის გადარჩენა ავტომატურად შეიძლება საქართველოს გადარჩენას არ ნიშნავდეს. და ამიტომ იმედი მაქვს, რომ ჩვენს გადმოგხედავენ ცოტა და გვიპარტნიორებენ. რა შეიძლება რომ ქნას ემიგრანტებმა არ ვიცი, ის რომ ვისაც კარგად გვახსოვს ახლო წარსული, ვილაპარაკოთ ახლო წარსულზე. თუნდაც აი თქვენ ახსენეთ დეზინფორმაცია და ამ დეზინფორმაციის და მითების დამსხვრევაში თქვენ შეგიძლიათ ხო ლაპარაკით შეიტანოთ წვლილი რომ აი ევროპა კაცებს გაათხოვებს და აი ეს რაღაცა არ ვიცი მე როგორ შევაფასო რაღაცნაირად იმდენად პრიმიტიული პროპაგანდა რომ ამას თუ ვინმე დაიჭერებს ამის წარმოდგენა ცოტა მიჭირს ალბათ არის ხალხი განსაკუთრებით ალბათ პერიფერიებში რეგიონებში რომელსაც მართლა შეიძლება ჯეროდეთ რომ აქ რაღაც საშინელება ხდება და ამსტერდამს ომი უნდა და სხვათა შორის აი რაც არ უნდა ახლა ასე უცნაურად ჟღერდეს ჰოლანდია არის კონსერვატორების და ქრისტიანების ქვეყანა. ამსტერდამი არის ყოველთვის თავისუფალი ერთი გამოყოფილი ტერიტორია ჰოლანდიის მასშტაბით, მაგრამ თავისთავად ჰოლანდია არის ტრადიციული ქრისტიანული ქვეყანაა და
თავისი ადათ-წესებით, თავისი ქრისტიანული დღესასწაულებით, ახლა მაგალითად სულთმოფენობას და ჯვართამაღლებას ისე ზეიმობენ აქ, როგორც საქართველოში ესე არ ზეიმობთ. უქმეა, თავისი ისინი აქვთ ტრადიციები. შეიძლება ეკლესიაში არ მიდიან, მაგრამ იმიტომ რომ რაღაც დროს გადაწყვიტეს, რომ ქრისტიანობა მარტო ეკლესიაში სიარული არ არის და შენი ქცევით უნდა იყოს. იმიტომ ისტორიულად დასავლეთ ევროპას ერქვა გერმანულად ერქვა Christliches Occident. ორიენტ აღმოსავლეთი, ოქსიდენტი დასავლეთი. ან Christliches Abendland, ანუ დასავლეთ, სადაც ჩაესვენება. და ისტორიულად ძალიან ქრისტიანები არიან, გერმანელებიც, ჰოლანდიელებიც და ფრანგებიც, ხო? კი, კათოლიკებს და პროტესტანტებს შორის დიდი ბრძოლა იყო მარტინ ლუთერის პროტესტის შემდეგ და ჰუგენოტები და ასე შემდეგ და ზოგი გარბოდა ბერლინიდან აქ და მერე პარიზში და ასე შემდეგ ამ პირიქით. მაგრამ თავისთავად ამათი აღზრდა, ქცევა, ტრადიცია, ზრდილობა, პატივისცემა არის ყველაფერი ქრისტიანობაზე დაფუძნებული. კონსტიტუციაც არის 10 მცნება ფაქტიურად, ოღონდ გავრცელებული ბევრ გვერდზე. და აღწერილი, რომ არ მოიპარო არაკაცკლა და ასე შემდეგ არის ამათ ჩვეულებრივი ცხოვრების წესი. რა თქმა უნდა, ვიღაცა მოიპარავს და ვიღაცას ალბათ სამწუხაროდ მოკლავს, მაგრამ საზოგადოება თვითონ არის დაფუძნებული ამ ღირებულებებზე. და აი ეს ღირებულებები არის ქრისტიანული. ამიტომ ძალიან ქრისტიანულ ქვეყანაში ვართ ამ მომენტში. აი, თქვენი დაკვირვებით, რატომ ცდილობს ახლანდელი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება საქართველოში, რომ ეს ღირებულებები ნაკლოვანებებად წარმოაჩინოს და ასე დააჯეროს საზოგადოებას? რა ადამიანის უფლებების დაცვა თურმე ნაკლოვანებაა? არა, მე გამოდის მათი ქცევიდან გამომდინარე. ხო, ანუ მთელი ამბავი რა არის? ეს მთელი ბიძანი რა არის, რომ საქართველოს არ გახდეს ევროპის ნაწილი, ხო? ეს ხო კობახიძეს იდეა არ არის, არის კრემლის იდეა, ხო? ეხლა გეოპოლიტიკურადაც რო შევხედოთ, სომხეთი ჩვენს გარეშე ვერ მიებმება და თუ საქართველოს ჩამოაშორებ ამ ყველაფრიდან, მაშინ ისინიც კიდიან, კი, დღეს ჩავიდა, გუშინ ჩავიდა მაკრონი და რუტე იყო ნატოს გენერალური ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენს გარეშე არ გამოდის. ამიტომ სულ არ მიხარი ამის თქმა, ეხლა, მაგრამ ყოველთვის ცენტრი იყო თბილისი, ამიერკავკასიის ცენტრი იყო და თუ საქართველოს არ არის ფორმაში, მაშინ რეგიონიც არ იქნება ფორმაში. ეს არის 2-2-4, ეს იცის რუსეთმა. და იმიტომ რომ ეს საქართველოს ჩამოაშოროთ ამ ევროპულ ღირებულებებს, მაშინ უნდა აი თქვენ რასაც ამბობთ, უნდა გააკეთო ის, არ უნდა დაიცვა ადამიანის უფლებები, ჟურნალისტებიවත් ცემო, უნდა დაიჭირო ხალხი ხთოციხეში. ახლა ჩვენ სადაც შევდივართ, ის არის 1879 წელს აშენებული. 1900-ა რა? 1800. 150 წლის არის დაახლოებით. დასავლეთიზე ვესტერკერკი ქვია იმას. 4 ეკლესია ასეთი, ვესტერკერკი, ნორდერკერკი, ოსტერკერკი და ზაივდერკერკი. კომპასის 4 მხარეს, როგორც ქალაქის რაღაც რელიგიური დაცვისთვის დგას ეს 4 ეკლესია. თავარი ეკლესიები. უცნაურად არის განაწილებული. ხო, უცნაურად არის, იმიტომ რომ იქით არ არის თქვა დასავლეთი და რატო ქვია დასავლეთის ეკლესია არის და იმის იქით არის ჩრდილოეთის ეკლესია. ანუ სხვაგან იყო ამსტერდამის ცენტრი, როგორც ასაც დაცო ამბობს. კაი, აი ავიდეს, წამოძის, განახებთ ახლა. აი ეს არის ნაი. ტიპიური ძველი სადარბაზო ჰოლანდიური. ისე რომ ფეხი არ დაეტიოს. სადაც ხო, სადაც იწვალო. ასლად, იმიტომ ადრე მიწა ძალიან ძვირი ღირდა. და აპატარებდნენ ხო. სახლებს. აბა მობზანდით. აი, ეს ჩვენი ამსტერდამული ხედი.
ჩვენი ნოტები არის აქ ძალიან ბევრი არეულობა, აქ ისინი სამზარეულო რაღაცები აი tasting Georgia Nino დედამისი ყველაზე მეტად რა კერძი მოგწონთ თუ თქვენ სტუმრებს? პატარა მენიუ გვაქვს, დაახლოებით ალბათ 10-15 კერძისგან შედგება და რადგანაც პატარაა და რადგანაც ყველაფერს ეგრევე ვაკეთებთ, ანუ საყინულეს არ ხმარობთ მაგალითად, სულ ყველაფერი უნდა იყოს სულ ახალი. ამიტომ ძნელია ერთი კერძის ჩამოსვლა, რომელიც ყველაზე უფრო იყიდება, მაგრამ რა თქმა უნდა, ხინკალს და ხაჭაპურს ალბათ ყველა ჭამს, მაგრამ აი ძალიან დიდი განსხვავებაა მაგალითად ჭამის კულტურაში. აი, როდესაც ჰოლანდიელი შემოდის, ფრანგი, იტალიელი, ესპანელი არ არსებობს, რომ იქ გვიწერია, რომ ნუ ხინკალის და ხაჭაპურის თავარის კერძი არ არის. თუ არ აიღებ მართლა 30 ხინკალს ან 50 ხინკალს რაღაც ესე კი ბატონო, მაგრამ ჰოლანდიელი თქვა შემოვიდა, ხო, აიღებს ერთ პორცია ხინკალს, ხაჭაპურს გააიყოფენ და მერე უკვე თავენ ან არ აიღებენ ხაჭაპურს და რადგანაც მერე გვაქვს ჩაკაფულია, ან შქმერული, ან კუპატი გვაქვს, ან ასე შემდეგ, უნდათ რომ ის გასინჯონ და საბჭოთა ადამიანი შემოდის ხინკალზე და ხაჭაპურზე სულ და არასდროს არ იღებს არც ჩაკაფულს, არც იხვი, კენკრის სოუში ან რაღაც, ბევრი რაღაცები, აი რომ ჰაბიტუსზეც ხვდებით ხოლმე და შეკვეთილი არ აქვს ხოლმე, რომ უკვე ვიწყებ ამის გაკეთებას და სამაგერად ჩქარა უშვებთ მე ეგეთ, იმიტომ რომ რაღაც დაგვიშავა ისეთი ამ საბჭოთა კავშირმა, რომ ძალიან გვიჭირს აქედან გამოსვლა, ანუ ახსიახლის გვეშინია და აი ეს გაღიმება ძალიან გვიჭირს რა, ძალიან გვიჭირს გაღიმება. აგრევე სახეზე ეგრევე ეთყობათ. და თან ხა რუსებისთვის ხო საქართველოს რუკა გამოიყურება როგორც ხაჭაპური და ხინკალი, ხო ასე ხედავენ ისინი საქართველოს, მხოლოდ ხაჭაპურისთვის, ხინკლისთვის, ღვინისთვის. გახსნის დღიდან არის ომი ჩვენთან. ანუ Google-ის რივიუებში შეხვიდეთ, გვაქვს საკმაოდ ბევრი რივიუ 1700-მდეა. აქედან მინიმუმ 1000 არის 5. და რამდენიმე ასეული არის 1. ანუ ის კი არ არის რომ ვიღაცამ ოდნავ ნაკლები დღას არ მოეწონა და შეიძლება 4 დაგვიწერა. ან 4-იც არის, 3-იც არის, 2-იც არის, მაგრამ ძალიან ბევრი 1-ია. და ეს ერთი ვარსკვლავი არის გამწარებულზე დაწერილი ერთი ვარსკვლავი. მართლა რამე ის კი არ ქონდა, უბრალოდ ვერ გვიტანენ. უბრალოდ ვერ აიტანეს, რომ ამსტერდამის ყველაზე მდიდარ უბანში მუშაობს ქართული რესტორანი, რომლის უკანაც არ დგას არც არავითარი რუსული ფული, არავითარი მაფია. ამ ხელა ქვეყანა 154 მილიონია. სადმე გინახიათ რუსული რესტორანი? ალბათ 1-2 არსებობს. ლონდონში არის მე მგონი თუ რაღაცა და კიდე შეიძლება ამერიკაში, ალბათ შეიძლება ნიუ-იორკში იყოს, მაგრამ აი ამსტერდამში რუსული რესტორანი არ არსებობს. ამ დროს 3500 რესტორანია ამსტერდამში. და საჭირო პუნქტი. აი 700.000 ქალაქში, 700.000-იან ქალაქში, ხო? რატომ? რადგანაც ადგილობრივი სამზარეულო არ არის განვითარებული ანუ როგორც იტალიაში, საფრანგეთში და ასე შემდეგ, გერმანიაში თუნდაც, ხო? ამიტომ ყველას მობრძანდით და გააკეთეთ საჭმელი აგერ და ჩვენ მოვალ და შევჭამთ. არ არის პრობლემა რა, ამიტომ ყველაზე კარგი სტუმრები ჩვენთან არიან ჰოლანდიელები. რომლებიც ფულს ხარჯავენ, უხვად აინტერესებთ ისტორია, აინტერესებთ რატო ეს რაღაცა და ჩვენც გებით და აი ხა სოფელ შქმერზე რომ მოვყვებოდი 2026 წელს ამსტერდამში, ხო, ვინ წარმოიზღვენდა, ხო, იმიტომ რომ შქმერულის რაჭის პატარა სოფელია, ხო? ან ძალიან აინტერესებთ მაგალითად რომ ჩვენ არიცია მაგალითად ბევრმა რომ სასწაულო ქრისტიანები ვართ. ამ დროს ჩვენ ხო ესე წარმოგვიდგენია რომ ჩვენ უძველესი ქრისტიანები. ამ დროს აქ შეიძლება ბევრმა არ იცოდეს ეს. ამიტომ ჩაკაფულზე რო ვიწყებ ლაპარაკს, იქ აღდგომა მოყვება ამ ყველაფერს და იქ გაზაფხული და ის მოყვება და და იესო ქრისტეს და ამ დროს აი ამაში და მე უკვე ის არის რა. აი ამან ყველაზე უფრო ამან შეგვიყვანა ევროპაში რა. დროშა. აი ამას რო ხედავენ
უკვე ოჯახის წევრად მიგიჩნევენ რა. აი ეს არის ძალიან დიდი საქმე, რაც გაკეთდა 2004 წელს რა ამ დროშის შეცვლა. როგორც ჩვეულებრივად აი ნაპოლიტანელ პიცის მსხობელს ვერასდროს ვერ ეტყვი რომ ანანასი დამიდეო პიცაზე ისევე უნდა იყოს ჩვენთან რაღაცა არ შეიძლება რა რაღაცის გაკეთება არ შეიძლება და იმიტომ რომ რატომ რა ვერ დაადებს ან ვერ მოჭრის ან როგორ ვერ მოჭრის შეიძლება ვიღაცამ 1000 ევროც შესთავაზოს ერთ პიცაში მაგრამ არ დაადებს იმიტომ რომ თავის ის აქვს რა ქვია ღირსებას იცავს ხო ისევე როგორც და ვინც მაგას გააკეთებს გარიყავს საზოგადოება ანუ ზუსტად ისევე როგორც ხო აი რახაც რო გვეკითხებიან რომ არაჟანი მოგვიტანეთ თუ შეიძლება ხიკალთან ან ტყემალი მინდა მოვასხა ხიკალს ვეუბნებით რომ არ გვაქვს ტყემალი გვაქვს მაგრამ არაჟანი ნამდვილად არ გვაქვს ოღონ ეს ახლა პატარა მოკლე და ადვილი მაგალითი მოვიყვანით რომ ასეთი შემთხვევები და ასეთი იდენტობის დამადასტურებელი ქცევები და პოლიტიკა არის ყოველდღიური საქმე რესტორნის. იმიტომ რესტორანი არ შეიძლება იყოს მხოლოდ ჭამის ადგილი. პუნქტი, ხო, რაღაცა დასაპურებელი პუნქტი. კი, ამასაც ითავებს, რა თქმა უნდა, მაგრამ არ მივეკუзнები იმ ადამიანებს, ვინც იძახის, რომ მომხმარებელი ყოველთვის მართალია. Customer is always right. აი საერთოდ არ ვეთანხმები მაგას, იმიტომ რომ როგორც წესი არასტორები არიან. და მთელი ამბავი ის არის, რომ შენ უნდა აჩვენო შენი და უნდა დააჯერო, რომ ეს არის ის კი არა რომ რაღაც შენ ესე არაფერს აი მაგალითად აი ძალიან მიყვარს ეხლა რეკლამასაც არ მინდა რომ გამომიძ, ამიტომ არ ვიტყვი მეღვინეს. მის კონცეფცია ძალიან მიყვარს, რომ თუ არ მოგწონს ჩემი ღვინო, ესე იგი შენ არ გესმის ღვინო. თორე ჩემი ღვინო ძალიან კარგია და მართლა ძალიან კარგია. და ოღონდ ცოტა რთული გასაგებია, ხო? აი ეს როგორ ახსნა პაულო კოელიოს კარგად წერს და ჰემინგუეის კარგად წერს, ხო? ანუ კანტი, ხო? ორივე წერს. მაგრამ რომელი უკეთესია, ხო ვიცით, მაგრამ რომელი უფრო ადვილი გასაგებია, რა თქმა უნდა კოელიო. ჩვენ ამაზეც თანახმოვართ, რომ ეს რთული გზა გავიაროთ ახსნით და ისტორიის მოყოლით, ოღონდაც რომ კარგი პროდუქტი მივაწოდოთ. არა, მად ჩემი აზრით ორი რაღაცის თანხვედრა, ერთი ემოციური, რომ შენ რომ ხარ ბიზნესში და აკეთებ ფულის გარდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს, ამითი ამაყი ხარ, იმიტომ რომ ფულის საბოლოო დანიშნულება ხო სიამოვნების მიღებაა, ხო, ნუ კარგად ცხოვრებაა და კარგად ცხოვრებას სულიერი კომპონენტებიც სჭირდება. თუ შენ გაქვს განცდა რომ ქვეყნისთვის სწორ საქმეს აკეთებ, იმას ივსებ სულიერ სამყაროს და გარდა მაგისა გრძელვადიანად მაღალ შემოსავლიანი ჰოლანდიელი, ბელგიელი, ფრანგი ტურისტი და მათთან საუბარი და ჩრდილოელი მეზობელი ტურისტი, რომელიც უბრალოდ შემოდის და გეუბნება, რომ ამდენით მეც გადაგიხდი და დამსვი, ამდენით მეც გადაგიხდი და არაჟანი მომიტანე ხინკალთან, ის შენ შინაგანად განგრევს და ვერ გაიზრდები გამორიცხული. აი ამ ხალხს დაკარგავ, თქვენ ასეთ საუბრობდით, ხო? ამიტომ აქ არ არის მხოლოდ ემოციური კომპონენტი, ხო? აქ არის აი პრაგმატული კომპონენტი, რომ ნელა მდგრადად და იზრდები, რომელიც აი წეგან რომ ნახეთ 2-3 საუკუნის რესტორნები, ბარები, ხო? ეს არის ტრადიციის შექმნა, ეს არ არის ესე გატკაცუნება და უცბად გააკეთებდი. რა თქმა უნდა, ნუ კიდევ ამ ყველაფერში ხელს გვიწყობს ჩემი პროფესიაც არის მუსიკა, აქვე მოგეხსენებათ არის სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საკონცერტო დარბაზი, ამსტერდამის კონცერტგებაუს დარბაზი, სადაც სოფლიოს საუკეთესო მუსიკოსები უკრავენ, რა ვიცი, თითქმის ყოველ დღე. ყოველ შემთხვევაში ამ დარბაზში, მხოლოდ ამ შენობაში ტარდება წელიწადში 800 კონცერტზე მეტი. და ითვლება და სამეფო ორკესტრი, რომელიც მანდ უკრავს, ითვლება სოფლიოს
ყველა დროის სამეულში, ანუ ბერლინი, ვენა და ამსტერდამი არის ყოველთვის სამი საუკეთესო ორკესტრი მსოფლიოში. და ჩვენ ვართ ძალიან განებივრებული ამ ყველა ვარსკვლავი ვის ჩამოდის კონცერტის მერე მოდიან ჩვენთან საავახშმოთ, იმიტომ რომ იციან ჩემი მუსიკის ხარე, ანუ ეს მუსიკოსი ვარ და ბევრი მიცნობდა ისედაც და ბევრი არ მიცნობდა, ოღონდ საერთო ნაცნობი ყავდა და ეს ისე აგორდა რომ ახლა თვითონ კონცერტგებაუს მენეჯმენტი ცალკე ორკესტრი და ცალკე შენობის ორი სხვადასხვა კომპანია, ხო? ცალკე ჯავშნიან მაგიდებს აქ მაგალითად რომ აი სტუმარი ჩამო აქ უნდა მოიყვანო. ხო. თან ეუბნებიან რომ აი მუსიკოსის გახსნილია, კლარნეტისტია, ვიღაცა უწევს, უი ლევანს როგორ არ ვიცნობ, დაკრული გვაქვს ერთად ან რაღაცა. ან პირიქით, რა საინტერესო და უკვე შევიძინეთ როგორი სტუმრები რომ ყოველ წელს როდესაც ჩამოდიან ამსტერდამში, მხოლოდ აქ ჭამენ. მაგალითად, გენიალური სერ ანდრას შიფი. რამდენი წლის არის? ალბათ 83-დეა, 75-ს გარაშორებული უნდა იყოს უკვე. ანუ ცოცხალი ლეგენდაა. ყოველთვის როდესაც ამსტერდამშია, მაგალითად მოდის აქ საჭმელად. 2 წლის წინ ჩვენს ფორტეპიანოზეც დაუკრა და ასე შემდეგ იუჯა ვანგი, რომელიც ძალიან ცნობილი ამერიკელი ჰონკონგიდან წარმოშობით პიანისტი და რა ვიცი, ვინ აღარ ჩამოთვალო ჯიან ანდრიანოზე და ან რიკარდო შაი, ან არ მინდა ვინმე დამავწოს. რა თქმა უნდა, ლიზა ბათიაშვილი, როდესაც ამსტერდამშია, სულ ყოველთვის ჩვენთან არის და მოყავს თავისი მეგობრები. ეხლა კონდა აპრილის ბოლოს პრინსტონში. კი ბატონო და კლაუსი ხო თავარ დირიჟორი კონცერტზე სამეფო კონცერტგებაუს ორკესტრი სულ აქ მოდიან, სულ. და ეს ორკესტრის წევრები, მენეჯმენტი, აგენტები, ზალცბურგის კამერატა, რომელიც ტურს ყოველთვის ამთავრებს ხოლმე ამსტერდამში, აი 10 კონცერტი აქვს ან 12 ევროპის მასშტაბით, ბოლო კონცერტი აქ ტარდება ხოლმე და ყოველ წელს, როდესაც ჩამოდიან, ყოველ ჯერზე მოდის აქ მთლიანად ორკესტრი. ყოველ ჯერზე მოყავს ან იანინე იანსენ, ჰოლანდიის ყველაზე ცნობილი მევიოლინე, წელსაც იანსენი იქნება ჩვენი სტუმარი სამშაბათს. შაშან იყო ელენ გრიმო, იმ სახელებს ვამბობ, ვინც კლასიკური მუსიკის მოყვარულებს და მცოდნეებს ყველას კარგად ეცოდინება და ისინი ჭამენ ხინკალს, ისინი ჭამენ ჩაკაფულს, ისინი ჭამენ შქმერულს, ისინი ჭამენ ჩვენს გაკეთებულ კუპატს, ბროწეულიც. და ესაუბრებით ამ დროს. რა თქმა უნდა, ესაუბრებ, რა თქმა უნდა, იცნობენ, რა თქმა უნდა, თბილისშიც არის ნამყოფი ზოგი დაკრული აქვს თბილისში, ან წინანდალში, ჩვენი ერთი ფესტივალია ეს წინანდალში. ყველა ვინც მოდის აქ სამუშაოდ, ყველას აბსოლუტურად ყველას ვეუბნებით, რომ ეს არ არის მხოლოდ საჭვლის სამზარეულოდან მაგიდამდე მოტანა. ეს არის ჯერ ერთიც არის ომია, საომარი პერიოდია. გინდა არ გინდა, რაც უნდა ეგრეთ წოდებული აპოლიტიკური ადამიანი შემოვიდეს, მაინც აისახება, ხო? მაინც აისახება ჩვენი რეგიონის პრობლემები, ომი, რუსეთი, უკრაინა, საქართველო, ეს არ აისახება მაინც. ვერ გაიქცევი მაგ საუბარს. ვერ გაიქცევი, ჰოლანდიელი ყოველთვის გეკითხება, რომ ახლა მშვიდობაა თქვენთან თუ კიდევ ომია? თქვენი ექს-პრეზიდენტი გადარჩა მოწამლას და წამებას თუ კიდევ ცუდად არის და კვდება
ხო, კიდევ ციხეშია, ხო, აი რა უნდა ციხეში ვერ ხვდებით. ეხლა ჩვენ რო ვიყოთ ლუქსემბურგი მაგალითად და ლუქსემბურგული რესტორანი, ხო? ეს საუბრები არ იქნებოდა ალბათ უფრო აი საჩელება ლუქსემბურგში უცბად გაწახვიდე დაისვენო რომელი რაღაცა გითხრა. ჩვენთან კი მაგასაც გვეუბნებიან, აი გვინდა საქართველოში წასვლა ტურისტულად, რას გვირჩევთ? საწავიდეთ, ავიდეთ ყაზბეგის მთაზე, ავიდეთ სვანეთში, ჩავიდეთ ბათუმში, წავიდეთ წინანდალში, თუ რა კახეთში, ხო? რა თქმა უნდა, მაგასაც ვეუბნებით, მაგრამ გვეკითხებიან, მაგრამ და ურჩევ. ვურჩევ, რო არ ვურჩიო, უფრო ცუდია. მე მაქვს ეგ გამოწვევა, რომ აი ვერ ურჩევ ესე, ანუ როცა დაცულად ვერ გზნობ თავს, შენ წილპასუხისმგებლობას იღებ, როცა ადამიანები შენ ნათქვამზე შეიძლება იღებდნენ გადაწყვეტილებას, წავიდნენ ოჯახთან ერთად და ისეთი ფაქტის წინაშე დადგნენ, რომ მე ამ დანაშაულისგანც და მექნება, რომ ჩემმა რეკომენდაციამ ეს ნაბიჯი გადაადგმევინა რა. კი ბატონო, მესმის, უბრალოდ ტურისტებისთვის ჯერ კიდევ ესეთი თვალსაჩინო არ არის, ჩვენ რა დღეშიც ვართ, იმიტომ რომ რამდენი 1-3-4 დღით რო ჩადიხარ, რესტორნები სავსეა, ტურისტები ჩამოდიან, მიდიან, მოდიან და ამიტომ მაგათთვის ეგეც ისე კარგად გააკეთეს ეს ყველაფერი, რომ სხვის თვალში ისე არ ჩანს, თუდად როგორც ჩვენ განვიცდით ამ ყველაფერს რა. ამიტომ ძნელია სახსნელია ხოლმე, ანუ ვიყავი რა კაი სასტუმროა, გეტყვის სადღაც რა კარგი იყო იქ ისე კარგად ჭამეთ, ჰოლანდიელი თუნდაც და აი ვერ უხსნი ხოლმე რომ აი ხანდახან არც კი ვიწყებ იმაზე ლაპარაკს, რომ თქვათ აგერ გურამ მოგავა კიდაღა მოკლეს. ხო და აი მივდიოდი რესტორანში ბანდიტური გარჩევები, ანუ ერთ დაჯგუფებასა და მეორე დაჯგუფებას შორის ეს არ არის ერთეული შემთხვევები და ტურისტი ზის გვერდზე მაგიდაზე და აქ ორმა ქართულმა გავლენიანმა ჯგუფმა ერთმანეთს დაუწყეს სროლა. ხო, ანუ ეს არ არის თბილისის რესტორნებისთვის იშვიათი ამბავი, როცა იქ მიდის კუნთების დატოლება, რაღაცა გავლენების დემონსტრირება, რომ აი ვის მიაქცევს მიმტანი პირველი ყურადღებას. ანუ ორი გავლენიანი ჯგუფი ზის და აი დაუძახად აი ის ვის ნათქვამზეც მოახდენს რეაგირებას, ეს არის დემონსტრირება ვინ უფრო მაგარია და აქ შეიძლება მოხდეს ტურისტი. და აი ამ რაღაცა არა სახუმარო და არა საბავშვო კონფლიქტს, რომელიც შეიძლება ტყუის როლაშიც გადაიზარდოს, მოხდეს ეს უცხოელი, ხო? ამიტომ მე გულწრფელად ესე ვერ ვურჩევ ხოლმე და რაღაცებს შემოვლით ვეუბნები ხოლმე და კარგად შეისწავლე რაღაც ეგეთი. არის, რა თქმა უნდა, ეგეც არის, უბრალოდ რა არ მინდა, იცი, აი რო აი ბრაზილიას დაემსგავსოს მაგალითად, ხო? ფანტასტიკური ქვეყანა, ფანტასტიკური მუსიკა, ფანტასტიკური ბუნება, მაგრამ რიოში გასვლა ფაუელაში თუ არ მოხდე, შეიძლება საშიშია, ხო? და აი ეს ასე არ მინდა, რომ დასავლეთ ევროპა მიყურებდეს როგორც აი კი კაი ისა ტრადიცია, რაღაცა საჭმელი, ეკლესია, ბუნება, ისა, მაგრამ აი ესე რიოშიც საშიშია გასვლა, ან არ ვიცი სადღაც, ხო? და აი ამ ჯგუფში სულ არ მინდა რომ იყოს საქართველოს, ხო? მე მინდა საქართველოს იყოს ყველაზე უსაფრთხო, ყველაზე სადაც დაცულია ადამიანის უფლებები უმაღლეს დონეზე, სასამართლო, ხო, იმიტომ რომ ინვესტიციის შემოძინების შემცირება რა არის, რომ სასამართლოში შენი თავის ვერ გატანა ის შიში. რომ თუ თქვა მე ჩამოვედი 10 მილიონი ჩავდე ან 100 მილიონი, რა ვიცი, რაღაცაში და მე იქ ადგილობრივმა ვიღაცამ რაღაცა რაც შეიძლება ყველგან მოხდეს, მაგრამ ამისთვის არსებობს სასამართლო, რომ მიხვიდე და დაამტკიცო შენი სამართალი, შენი რო შენ მართალი ხარ, ხო? ეს არის და ამიტომ ეგ თუ არ არის, ხოლმე მაშინ იწყებს ინვესტიციების შემცირებაც, ხო? ანუ შეიძლება შენ ადვილად გახსნა ბიზნესი, რაც წლების წინ ძალიან კარგად დამკვიდრა, მაგრამ მე ამის დაცულობა აი აქ მაგალითად, ხო? მე მიცავს ჰოლანდია. როგორც მე მეწარმეს entrepreneurs თუ რა ვიცი, რაც გინდა ბიზნესმენს, ან რესტორნის მფლობელს, მე მიცავს ჰოლანდია, მე მიცავს ჰოლანდიური პოლიცია, მე მიცავს ჰოლანდიური სამართალი, მე მიცავს ჰოლანდიური საგადასახადოც კი ჩემ მხარეზე. ანუ კი, ყველაზე საშინელი გადასახადები ჰოლანდიაში ალბათ.
მაგრამ ისინი უყურებენ რა, ანუ შენ თუ იხდი და უცბად ერთხელს ელოდები რომ ვეღარ ვიხდი, ისინი გეუბნებიან არა უშავს. მოდი ნელ-ნელა გადაიხადე. თან მაგაში ისა იცი რაში იხდი, იმიტომ რომ წეგრად ჩამოცვალეთ რომ მიცავს პოლიცია, მიცავს ანუ ეს შენი გადახდილი გადასახადებიდან გიცავს და რა თანაც რომ გაიხედა, აი რა ვიცი, ფანტასტიკური ადგილია რა. ხო, ეს არის ვარკე, ხო, ეს ხო, ანუ ბევრგან არის ეგეთი სისუფთავია რა, ხალხის დილობიან დადის ყველას თავისი ისაღესა და იცი რომ ამაში მიდის შენი გადასახადები რა, აი ტრამვაით ხო ადვილად მოხვედით. ხო, აი მაგაშიც მიდის გადასახადები. აი იცი, თან ჰოლანდიური საგასახადო სისტემაც ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე ალბათ სოფლიოში, იმიტომ რომ შეგიძლია ესე მონაწილეობა მიიღო რაში დაიხარჯება, მაგალითად უბნანში მუნიციპალიტეტებში და ასე შემდეგ შეიძლება გამოკითხვა ხოლმე, რომ დავრგოთ უფრო მეტი ხე თუ გავაკეთოთ მეტი პარკინგი ან თუ რაღაცა და აი როგორც ოჯახი წვითავს, ანუ ფული გვაქვს და რაში ჩავდეთ, სამოგზაუროდ წავიდეთ თუ პირობითად ვიყიდოთ პიანინო ან რაღაცა, ხო? ანუ ეგრეა, როცა შენი განცდა გაქვს, რომ ეს ჩემი ფულიც არის, არ მიანდობ, რომ მე მაგადაწყვიტოს რა გააკეთოს. რა თქმა უნდა და აქ გიჩნდება რა, ორი შეგრძნებაა, რომ თავრობას არ ავიწყდები და არსებობს შემისთვის პლუს პასუხისმგებლობა. ხმის მიცემაზეც არჩევნებზე რომ მიდიან სხვანაირად უდგებ. ჩვენ სულ სამოქალაქო მოვალეობის მოხდა, ხო? მაგრამ აქ მართლა ძალიან სერიოზულად უყურებენ. აქ რო არ წახვიდე, აი მაგალითად წინა არჩევნებზე არ წავედი და გამომლანძღეს ფაქტიურად, რა, აი როგორ შეიძლება რომ ეს არის შენი შანსი რომ რაღაც შეცვალო და როგორ არ წახვედი არჩევნებზე? და არ წავედი არჩევნებზე, მაგრამ მაინც იმა მოიგო ვისაც ვაძლევდი და ამიტომ ეგ მაწყნარებს. დაგანამუსებენ ისე შეგარცხვენენ, რომ როგორ თუ ხო და აი ესეთ ვისურვებდი რა თქმა უნდა საქართველოს, სადაც ეს მოქალაქეობრივი შეგრძნება, პასუხისმგებლობა, რომ ჩვენია, ხო? კი, ერთი პრეზიდენტი იქნება, მეორე იქნება, მესამე იქნება, მაგრამ ესენი მოვლენ წავლენ. ეს ქვეყანა ჩვენია, ეს მთა ჩვენია, ის ბარი ჩვენია. ხო, აი თვითმფრინავით რომ გადაუფრენთ თბილისში დასხდომისას, თუ ფანჯრიდან ყოველთვის გამოვიხედებით და ვეუბნები, აი, ეს არის შენი სამშობლო. ეს მთა ძალიან დიდი რომელიც დგას, არა, ყოველ შემთხვევაში მარიამს ეგრე ვეუბნებოდი სულთან. მე და შენ ძალიან ბევრჯერ არ ვიფრენია. საქართველოში ხან კორონა დაემთხვა და ხან ჯანდაბადა. მარიამთან ერთად სულ დავფრინავთ. და იგივე ხდება აქაც, ნუ ამ რესტორანში, ან თუნდაც კონცერტზე როცა გავდივართ, ხო? პასუხისმგებლობით, ქვეყნის პასუხისმგებლობით გადიხარ. არ შეარჩხინო ქვეყანა.